მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე. დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. თქვენ იცით, რომ იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ დაეტყობა ქვეყნებს და ხალხებს შორის ურთიერთობას, რომელსაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯების გამო გააუარესდა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. ეს იყო ჩვენი ელჩის გაწვევის და სანქციების დაწყების საკითხი, განაცხადა ყობახიძემ. მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე, განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. ფაქტები არის ის, რომ 10 წლეულების განმავლობაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა იყო საქართველოს თავდაცვის ძალების დიდი და მოწინავე მხარდამჭერი. ყველაფერი სხვა დეზინფორმაციაა. ასე გამოეხმაურა ინტერპრეს ნიუსისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში გერმანიის საელჩო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ელჩს თავად არ ექნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვილ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი, რადგან ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას რეკომენდაციას ვუწევთ ფაქტების გადამოწმებას, აღნიშნულია წერილში. გერმანიის საელჩოს არ დაუზუსტებია, ესწრებოდა თუ არა გერმანიის ელჩი დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვილ ღონისძიებას და თუ არ ესწრებოდა, რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან საელჩოს წერილში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გერმანიის მიზანია საქართველოსთან განაგრძოს მეგობრული თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ტრანზაქციები იყოს მზარდი, უფრო კომფორტული და სწრაფი, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დავნერგეთ, მათ შორის ინერგება მყისიერი გადახდების სისტემაც, რაც გადარიცხვის ფასს გააიაფებს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამასთან ფრაქციას საქართველოსთვის დეპუტატ მალხას თორიას შეკითხვის პასუხად, რომელმაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხა, თუ რა მოხდება, თუ რეგიონული პოლიტიკური ვითარება შეიცვლება და ეს ფულადი ნაკადები შეწყდება, თურნავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტრანზაქციების შეწყვეტის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. 5 წლის წინ ჩვენ გავერთიანდით საქართველოსთვის, გავერთიანდით ქვეყანაში არსებული უსამართლობის, კორუფციის, სიღარიბის და ეროვნული ინტერესების ღალატის წინააღმდეგ. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ერთიანობას წინააღმდეგება. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოს დაბუცნებიდან 5 წლის თავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გუნდის თითოეულ წევრს, მხარდამჭერსა და მოქალაქეს ამ წლების განმავლობაში გვერდით დგომისთვის მადლობას უხდიან. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიადი მონაწილეობას იღებს რომში მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემაც იყო ომბუდსმენის როლი უფლებების დაცვაში ცვალებად სამყაროში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება იტალიის ომბუდსმენთა კოორდინაციის პრეზიდენტის, იტალიის ომბუდსმენისა და ლაციოს რეგიონის ომბუდსმენის მარინო ფარდელის, ასევე ლაციოს რეგიონული საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები, მედიატორები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში ლევან იოსელიანი მარინო ფარდელის შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ნათქვამია ინფორმაციაში. პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ძველი თბილისის, დიდუბე, ჩუღურეთის, ვაკე, საბურთალოს, ისანი სამგორის და გლდანი ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად. შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს. თუ ვფიქრობთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ, განაცხადა კალასმა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთებია რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს. ოკუპირებული ყირიმის გასათავისუფლებლად უკრაინამ ის იზოლაციაში უნდა მოაქციოს და რუსებისთვის ნახევარკუნძულზე დარჩენა შეუძლებელი გახადოს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. პირველი ფაზა ყირიმის გათავისუფლებამდე მისი იზოლირება, ძანკოისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და ხიდის განადგურებაა. მეორე ფაზაა, რომ ის გამოუსადეგარი გახდეს, რომ რუსებისთვის მისი გამოყენება შეუძლებელი იყოს, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. მან ხაზი გაუსვა ყირიმისკენ მიმავალი გზების, როგორც ძანკოისკენ მიმავალი გზის, ასევე ქერჩის ხიდის გადაკეტვის მნიშვნელობას, რასაც უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს. ქერჩის ხიდი უკვე დაზიანებულია, ის დაუცველი ადგილია, მაგრამ ასევე უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს. სანამ ეს ხიდი დგას მშვიდობის საბოლოოდ მიღწევის შემდეგაც კი ის უკრაინისთვის აზოვის ზღვაზე გასასვლელად დაბრკოლებად დარჩება. ამიტომ ეს ხიდი ადრე თუ გვიან ჩამოიშლება, აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით სამხრეთ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. მანამდე ისრაელმა ქალაქის ევაკუაციის შესახებ მასშტაბური გაფრთხილება გაავრცელა. ცნობისთვის, ისრაელმა ბოლო დღეებში ლიბანში ოპერაციები გააძლიერა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას 150-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰადსონის ინსტიტუციის გამო ემუქრება, რომ მან ირანული ტერორიზმისადმი ქართული ოცნების ღრმა მხარდაჭერა გამოააშკარავა. აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ტერორისტების მოყვარული მარიონეტი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰადსონის ინსტიტუტს ემუქრება იმის გამო, რომ მან გამოააშკარავა ქართული ოცნების ღრმა მხარდაჭერა ირანული ტერორიზმისადმი, რომელიც ამერიკელებს კლავს, წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში. უილსონი მხარდაჭერას უცხადებს ჰადსონის ინსტიტუტსა და მის კვლევარს, რომელიც საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართულ ხალხზე და ამაში პირდაპირ ყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.